მოგესალმებით ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში. მოგესალმები მზია. მე მას წარმოვადგენ აქ და იმედი მაქვს რომ მზიას შეუძლია დამინახოს ან გაიგოს ჩემი ყოველ შემთხვევაში ამის საშუალება აქვს ტელევიზორი აქვს და სხვადასხვა როლები მაქვს ახლა საქართველოს მოქალაქე ვარ იმ ქვეყნის რომელიც არის ძნელად მოპოვებული დემოკრატიის და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე. მე ვარ ჟურნალისტი, რომლის პროფესია არის კრიმინალიზებული, რომელმაც არ იცის თუ როგორ დაწეროს. მასეთი მარტივი ახალი ამბავისა, რომ ეს შემზღუდაების კანონმდებლობა, რომელიც არის მიღებული რეჟიმის მიერ, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, რომ ამ შემზღუდავი კანონმდებლობით არ მოხდეს ჩვენი დაპატიმრება, მაგრამ აგრეთვე მე ვარ პიროვნება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ძალიან ახლო პიროვნება მისთვის. მე ვიცნობ მზიას იმ პერიოდიდან, რაც ვიყავი თინეიჯერი, თუ ჩემი მარტოხელვა დედამ ორი შვილის დედამ გამზარდა სიღარიბეში გაჭირვებაში, მაგრამ მზია მე აღზარდა როგორც პროფესიონალი, ისიც ჩემთვის როგორც დედა გახლავთ და როდესაც ვიღვიძებ ახლა გაურკვევლობით და მაქვს შიში მზიას ცხოვრების სიცოცხლის გამო, მე ახლა ველოდები შედეგებს მისი სამედიცინო შემოწმების, რომელიც პრინციპს ძალიან დაგვიანებით ჩატარდა, ბევრი თვეებით გვიან. შეგვატყობნოს არის თუ არა შანსი, რომ 10% შეუნარჩუნდეს მხედველობის ერთ-ერთ თვალში, რომელიც კიდევ აქვს და მხოლოდ ესეთი ჯერ გაურკვევლობაში ვარ და სამწუხაროდ ვერაფერს ვშვებით. მე აქ ვარ რათა მისი გამოსვლა, მისი მგზავნილები გადმოგცეთ. მან ვთხოვა რომ არა მის შესახებ მესაუბრა, ალბათ გაბრაზდება კიდევაც მასზე რომ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა ამაზე შეიძლება უკვე მოგვიანებით ვისაუბროთ. მზიას მიმართ ასეთია პატივცემულ ევროპარლამენტის წევრებო. ვიღებთ რა უმაღლეს პრემიას ადამიანის უფლებების სფეროში, ეს არის დიდი პატივი ჩემთვის და ვიღებ მას ჩემი კოლეგების სახელი ჟურნალისტების, რომლებიც იბრძვიან საქართველოში, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტიკა როგორც ასეთი. დაუღალავად შრომობენ, რათა თქვენ გესმოდეთ წინააღმდეგობის ხმა საქართველოს მოქალაქეების, რომ სიმართლეს ვერ გააჩუმებენ. მე ვიღებ ამ პრემიას ყველა პოლიტიკური პატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ არიან დაპატიმრებული და რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს არის დამტკიცება იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა ის ევროკავშირში ჩემს თანამოქალაქეებმა გაიარეს დიდი და რთული გზა, რათა ამ ხმას თქვენამდე მოეღწია, რადგან ყოველთვის იყო რუსეთი, რომელიც დგას ჩვენ შორის, ჩემი თაობა, ჩემო თაობამ კარგად იცის, რა ტიპის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და ჩვენ არ გვჭირდება რაღაც ისტორიულ წყაროებზე მიბრუნება ამის დამტკიცებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამას ჩვენი საკუთარი თვალით და გვახსოვს წლები საბჭოთა ოკუპაციის, გვახსოვს ქართველები, რომლებიც იყვნენ მოწამლული ქიმიკატების მიერ და ხელკეტებით ნაცემი. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და ჩვენ ცხოვრობთ მუდმივი ოკუპაციის პირობებში საქართველოში. კიდევ არიან რუსეთის შეიარაღებული ძალები, ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე. მუდმივი რუსული საფრთხის ქვეშ ვართ. და დემოკრატიის შექმნა არ იყო ადვილი ამოცანა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, ჩვენმა სიტყვებმა იქონია გავლენა, ჩვენ ვიბრძვით რომ მოხდეს აღმოცვა კორუფციის, იყოს მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკა, იყოს მიუკერძებელი მედია, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოების ვალდებულება და აგრეთვე მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს ახალი თაობები ქართველები სწავლობენ ინგლისურს, სხვა ევროპულ ენებს უფრო მეტად ვიდრე რუსულს. ჩვენ ვიბრძვით რომ
მსოფლიო არ გვიყურებდეს ჩვენ რუსულ ჭრილში და ჩვენ საქართველოს თანამედროვე ქართველი წერლები, არტისტები, ხელოვანები, მათი გამოცდილება, მათი ნამუშევრები ცნობილია. ჩვენ აღმოვაჩინეთ საინტერესო ფაქტები და თვითონ როგორც ხედავთ თქვენ საქართველოში აქ მე ვდგავარ წარმოვადგენ ჩემ ქვეყანას და ჩვენ გვინდა ევროპასთან და სახელმწიფო ჩვენთან საქართველოში მიტაცებულია რეჟიმის მიერ, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს და დიდი ხანია უკვე 1 წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეები მუდმივად აპროტესტებენ ამ სიტუაციას, შეჩერებას ევროინტეგრაციის პროცესის და უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ეს ამ ნაპერწკალმა გააჩინა ცეცხლი ხანძარი, რომელიც ჯერ კიდევ არის საქართველოში გიზგიზებს. ამ რეჟიმს არ აქვს ფესვები, ის აშანტაჟებს პროტესტანტებს, სცემს მათ, აუქმებს ოპოზიციურ პარტიებს და აპატიმრებს მათ ლიდერებს და ასევე აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და როდესაც როგორც ახლა გავიგეთ BBC-ს საგამოძიებო დოკუმენტებიდან, ის ასევე წამლავს საკუთარ მოქალაქეებს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების გზით. ეს ბრალდებები ნამდვილად მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს ამ გამოძიებაში. ამ რეჟიმმა მიუხედავად ამისა ვერ მოახერხა პროტესტების ჩახშობა, სწორედ ამიტომ არის რომ ევროკავშირის განცხადებები კიდევ უფრო ძლიერად უჭერს მხარს ქართველების პროტესტს. იმედი მაქვს რომ ეს განცხადებები და ეს მხარდაჭერა გადაიქცევა უკვე ქმედებებად და ევროპელი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს მხარდასაჭერად. ჩემი სურვილია რომ დაუდგეთ გვერდზე ქართველ მხარს, მათ ქართულ დემოკრატიას და მათ ლტოლვას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს მივყავართ სწორედ აი აქამდე. ახლა ნამდვილად ნათელია რომ საქართველოში, ბელარუსიაში და უკრაინაში სიტუაცია რა თქმა უნდა არსებული სიტუაცია უახლოვდება ასევე ევროკავშირსაც ხომ და ძალიან მალე ევროპული სამყარო იზეიმებს შობას და ახალ წელს. ბოლო დღეებში ვფიქრობ ხოლმე ევროკავშირის ლიდერები და წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები როგორ მიულოცავენ ამ დღესასწაულებს დანარჩენ მსოფლიოს, რას ეტყვიან ისინი მომავლის შესახებ, ახალ პოლიტიკურ წყობაზე, წესრიგზე და ასე შემდეგ. რომ უსაფრთხოება აღარ არის კაცობრიობის ასე ვთქვათ მონაპოვარი, რომ დიქტატურა გაბატონდა, იტყვიან რომ ეკონომიკური ზეგავლენა უნდა აღარ ეფუძნება თქვათ სოლიდარობას და თანასწორობას, რომ ინსტიტუტებმა დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება, დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა, რომ სხვა რეჟიმები ატერორებენ თავიანთ მოსახლეობას დაჭერებით, ცემით და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ საქართველოში კვლავ რჩებით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ჩვენ რჩებით ციხეებში, სადაც უკანონოდ ვართ დაპატიმრებული და ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გვაქვს თქვენი იმედიც
და ვინაიდან თქვენ კარგად იცით რუსული საფრთხე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და იცით რომ თუ კი ცივილიზებული სამყარო უფლებას მისცემს რუსეთს რომ დაარღვიოს სამშვიდობო ხელშეკრულებები, დაარღვიოს საზღვრები, ეს იქნება დაუსრულებელი ომის დასაწყისი ამ მშვენიერ კონტინენტზე. თავისუფლების მოყვარე ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, როგორიც მამაც ქვეყნებში, როგორიც უკრაინა, სადაც რუსეთის სამხედრო აგრესია მიმდინარეობს, თუ მათ არ დაუჭერთ მხარს, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და ძალიან დიდი შეცდომა, რომლის საფასურის გადახდაც მოგვიწევს მომავალში. და ჩვენი ბრძოლის იმედი და საფუძველი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი სოლიდარობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა ევროპისა და ინდივიდუალური პირებისა მთელ მსოფლიოდან. იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ თითქოს იბრძვით საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის. გამოიყენეთ ნებისმიერი მექანიზმი, რაც ხელთ გაგაჩნიათ, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. მჯერა რომ ეს შესაძლებელია. ჯერა თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი ევროპის. დიდი მადლობა.